კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თუ თქვენ გაინტერესებთ დღის განმავლობაში მომხდარი მსოფლიო შოუ ბიზნესის ამბები, სიახლეები კინოსა და მუსიკის ვარსკვლავების შესახებ, მაშინ გირჩევთ მომდევნო 20 წუთი ჩვენთან ერთად გაატაროთ. ეთერშია ინფორმატორი ლაილა ისთან ერთად. როგორც იცით, ირაკლი ჩარკვიანმა სულ ახლახანს ახალი ალბომი გამოუშვა სახელწოდებით სავსე. ერთ-ერთ სიმღერაზე, რომელიც ამ ალბომშია შესული და რომელსაც ჰქვია ნანასი, რეჟისორმა გიომ გელაძემ ვიდეოკლიპი გადაიღო. ამ ვიდეოკლიპის პრემიერა შედგება მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში. პირველი ვიდეო ამ ალბომიდან სავსე, რომელიც იცით რომ გამოვიდა უკვე და რა ვიცი, ისე მოხდა რომ მე და გიო ძალიან სპონტანურად გადავწყვიტეთ რომ ეს ვიდეო გაგვეკეთებინა ზუსტად ისეთი როგორც გამოვიდა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ეს ვიდეო გამოვიდა ისეთი რომელიც ძალიან ესატყვისება, ძალიან შესაფერისია იმ კონცეფციის, რასაც ქვია მანგო ზანგო და იმ ლეიბლის, რომელიც უკვე ჩემი ლეიბლია. ამიტომ რა ვიცი, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ გიომ გააკეთა ეს ვიდეო, იმიტომ რომ ვთვლი, რომ გიო არის ერთ-ერთი უინტერესი რეჟისორი საქართველოში ახალგაზრდებში გულისხმობ, რა თქმა უნდა და არა ახალგაზრდებში, აც. გავაკეთეთ ერთად, ყველამ ერთად, რა თქმა უნდა და გოგა, რომელმაც, არ ვიცი რა. მე კეთათო და გოგა გვერეოდენ ძალიან კარგი რჩევებით, ეს აუცილებლად ვთქვათ, იმიტომ რომ ამ ორმა ადამიანმა იმდენი საკმაოდ ბევრი შეიტანა ამ ვიდეოს მონტაჟში. მე და გიო ყველა 4 ადამიანი ერთად მუშაობდით ამის მონტაჟზე, ამიტომ ყველას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიიღო მონაწილეობა იმ ძიმე ღამეში, ვინც ჩვენთან ერთად იყო და ბენჯის ამის ძაღლსაც დიდი მადლობა, რომ კარგად მოიქცა და ბევრი არ იყეფა ძალიან იმ ღამეს, ოკეი? და ლუკას, ჯემშვილს რომელიც თავროლშია და იქ ბაკურიანში დიდი ხანი არ მინახია და თავარი გმირი ლუკაა იასნე. გადაღებული ქონდა გიოს გენიალური მასალა ძალიან ბევრი და ძალიან დიდი და პრინციპში ჩვენი საქმე იყო უბრალოდ ამ მასალასთან მოპყრობა და დამონტაჟება, ამიტომ ამას დაჭირდა რა ქვია ძალიან დიდი და შრომატევადი ღამე რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი ფიქრის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ რაც თავარია მოხდა ძალიან კარგი პროდუქტი გამოვიდა ჩემის აზრით და არ ვიცი ეს კმაყოფილი დიდი ხანი არ ყოფილა ვიდეოთი როგორც ეხლა ვარ. ეს არის კომპოზიცია ნანასი, რომელიც ეძღვნება ჩემ პატარა ნანას. სიმღერა არის იმდენად მაგარი, არის ზუსტი რა, 10-იანია. არ არის 9-იანი, არის 10-იანი და არის დროში და სივრცეში მოძრაობს რა და ეს ვიდეოც კლიპიც რა, რაზეც მე უკვე ძალიან გამიხარდა რომ გავაკეთე ერთად არის დროშიც და სივრცეშიც ნაბოდიალებია, იმიტომ რომ თქვათ აქ არის კადრები შარშან გადაღებული, კადრები 3 წლის წინ გადაღებული და არის კადრები 7 წლის წინ გადაღებული, მაგრამ 7 წლის წინ ეს ნეპალში გადაღებულ კადრებს გულისხმობ, იყო 2056 წელი ნეპალში რა, ანუ ესე იგი დავიწყეთ მე-20 საუკუნეში გადაღება, მერე გადავფრინდით 2056 წელსში გავაგრძელეთ, მერე დაუბრუნდით და მერე ჩვენ თვითონ აქ გადავედით 21 საუკუნეში. ანუ გეოგრაფიას თითქოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი სიმღერა როგორც არის დროში და სივრცეში, ვიდეოც ერთზეა რა. რეპერი ლექსენი ახალ სიმღერაზე იწყებს მუშაობას, რომელიც როგორც თავად გითხრა, მას ძალიან მოსწონს. დავამთავრე პრინციპში დღეს მოურჩია ამ სიმღერაზე ამ სიმღერის გაკეთებას, არანჟირებას და ეხლა ტექსტ დავწერ, სახლში წავიღებ დღეს. ეს არის ახალი სიმღერა, რიგით მეორე ახალი სიმღერა, რომელიც ალბომის გარეთ ჩავწერე ესე იგი და ეს საკონცერტოთაც ვამზადებ, საკონცერტო პროგრამისათვის ვაკეთებ, ვასრულებ რაოდენობას.
განსხვავებული სიმღერა, ახალი ჟღერადობაც აქვს და რიტმი ცოტა შენელებულია და რაღაც ძალიან ლამაზი გამოვიდა და ვნახოთ რა რაღაც მინდა რომ ორიგინალურად გავაკეთო და მე ვფიქრობ რომ იქნებოდა რომ ჩემი სიმპათიები ამ სიმღერისადმი ძალიან აშკარად იხრება. თბილისში პირველად ჩამოდის რუსი მომღერალი ზენფირა, რომელიც აჭარა Music Hall-ში არაჩვეულებრივ კონცერტს გამართავს. ნაწილობრივ არასასიამოვნო და ნაწილობრივ სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს, როგორც იცით 14 თებერვალს, ანუ შაბათს უნდა ჩატარებულიყო კონცერტი ზენფირას კონცერტი თბილისში, ჩვენთან აჭარა Music Hall-ში. სამწუხაროდ ჯგუფის დრამერი გვარ შემახსენებენ ახლა ალეკ პუნგინი სადღაც გზაშია ეგვიპტედან მე მგონი გერმანიაში და მე აპირებს თბილისში ჩამოსვლას და როგორც მე მითხრეს ეგვიპტეს ავიახაზებმა დაიგვიანა და ამიტომ 14-ში ვერ ჩამოდის ჩამოვა 15-ში ამიტომ კონცერტს გადავიტან და სასიხარულო ფაქტი ის არის რომ ჩვენ საშუალება გვექნება რომ ზენფირა 2 დღით მივიღოთ თბილისში და უფრო დიდხანს გაჩერდება მე იმედი მაქვს რომ მიუხედავად ყველაფრისა ფანები მაინც მოვლენ კონცერტზე ანუ 15 თებერვალს ჩატარდება ეს კონცერტი 10 საათზე აჭარა Music Hall-ში. ერთს დავამატებ, რომ ზენფირა ხვალ ანუ შაბათს ჩამოდის, თვითონ ჩამოვა თავის ასისტენტთან ერთად პრესკონფერენცია როგორც დაგეგმილი იყო, შედგება 5 საათზე შერატონ მეტეხი პალასში და ერთი სასიხარულო ამბავი კიდე ის, რომ ბილეთი ვისაც უკვე ნაყიდი აქვს ზენფირასი, შეუძლია ხვალინდელ საღამოს ეწვიოს აჭარა Music Hall-ს და უფასოდ შემოვიდეს და დაესწროს დისკოტეკას. და რა თქმა უნდა, ავტომატურად ეს ბილეთი კვირას საღამოს კონცერტზე დასწრების საშუალებას მისცემთ. ლიტერატურულ კაფეში ახალგაზრდა მწერლის სანდრო კაკულიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. თქვენ პასუხს აგეთ. მე თანახმარ, მაგრამ აი თქვენ მიპასუხეთ, თქვენ თუ ხართ თანახმარ რომ მაგოთ პასუხი. რაზე მიხოთ პასუხს? აი გუშინ იმ ჩვენი რძლის გატყვარჯო ოჯახში ხომ არ გაწმენდეს ვაიმე დედა სამსახურში გავს პრობლემები? არა დედა საიდან მოიტანე? საიდან მომეტანე? მომისმინე იცოდე. მართლა თუ ეგრეა იმ შეს წვალებით ნათხოვარ ნაშონ ნაჯუჯგუნებს სამსახურს თუ რამე ეხება და მივიწყე მეც და უბედური მამაშენის. ჩვენი ცოლის მოსვენას თავი განებე მაგას ჩქვალო გქონდეს ნანასთან არ ეგდებოდა 20 საათი. კიდევ ხორმის. ძალიან დიდი ხანია წერ 13 წლიდან წერ. მაგრამ აი ესე რომ ესე ჩავები ვთქვათ ამ ლიტერატურულ ცხოვრებაში ეს მოხდა 1-2 წლის წინათ რა. როცა გავიცანი რეჟისორი ლელა ჭინჭაროული, რომელიც ახლა ჩემ პიესას დგამს სარდაფში 24-ში 25-ში იქნება პრემიერა. და მაშინ რაც გავიცანი ლაშა აი ეს ხალხი ვინც თქვათ ვინც მე დამეხმარა რომ უფრო ღრმად შემოსულიყავი ამას. ინდება ოთახში შემოდის ელექტრო, რომელიც ეთქობა რომ არა აქვს აგუნებად დაგავიტანსმელი მაგას და რაც საბოლოოდ ასე სულაც ხალხს. ელექტრონები გამომაქვს. წარმოგიდგენია რის გამო ის ადამიანურობის გამო ასე ხარ ესე ხომ აფრინე აბა უფროს თავის სოლისთვის უნდა რომ მეღალატა. სასოდაუმამ დივანმა კი რომელიც ალბათ ჯერ 19 წლისას არა უარი უთხრა იმან კიდე სილოუთავაზე მე ვერ მოვითმინე და ნათელად ჩაიკეცება. დაარტყი. წერ პიესებსაც წერ და თქვათ პროზაული ნამუშევრების. რა თავიდან დავიწყე პიესებით. მე გადავედი პროზაზე. ანუ ორ ფრონტზე მიწევს რა. ასპარეზი. ახალი პიესა არის. ახალი შედარებით ახალი, თქვა დეკემბრის პიესა არის. რომელიც შეიძლება რომ თქვა ეხა ტარდება რაღაცა თუმანიშვილში. კვირეული უნდა ჩატარდეს დრამატურგიის და შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი აი ამოარჩიონ აი იმ კვირეულისთვის შეიძლება ეს პიესა ამოარჩიონ. ციკლიდან თეთრი ახალგაზრდობა ის პირველი მოთხრობა ვინც იცი? თოიცის რას დაიბეჭდა რა. ხო, დომინოს პრინციპი ბოროტული ელემენტებს შეიცავს ყველაზე მეტად. მაშინაც ვთქვი რომ ყველაზე მეტად მაშინ ვიცლები ხოლმე. ემოციები და როცა წერს ცუდად, ბოროტულ რაღაცებს. წიგნისთვის ვემზადებით და სავარაუდოდ ალბათ გაზაფხულისთვის გამოვა კრებული. თავიდან ვფიქრობთ რომ იმის პიესების და მოთხრობების კრებული ყოფილიყო, მაგრამ მე გადაწყვეტე რომ მარტო მოთხრობების კრებული გამოვა. და მოთხრობების კრებულის მერე მე უკვე გამოვსე მარტო პიესების კრებულს რა. ხო და ეს მოხდება ალბათ გაზაფხულისთვის. ანუ ჯერჯერობით წიგნზე ჯერ არ ვფიქრობ რა. თავარია ეხა ჩემი სპექტაკლი და თავარი სპექტაკლია მე.
ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.